რიგში მადლობა RMG-ს, რომ მოგვეცით შესაძლებლობა დღეს აქ ყოფილიყავით ამდენ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ შემოქმედებითი საათი. რეალურად გარდა იმისა, რომ შექმენი საჩუქარი შენი თავისთვის, ასევე მიიღეთ ცოდნა, რომელიც ხვალზე შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო. ჩვენი მიზანი არის, რომ შემოქმედებითად გადავიდეთ. აქ რომ მოვდიოდი, არ ველოდი ესეთ სიტუაციას, ესეთ გარემოს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიცოდი, რომ იქნებოდა საოცარი გარემო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენი მთლიანი ამ დიდი ოჯახის ყველა წევრი ერთად შევიკრიბებოდით. პირადად დავესწარით, გავაკეთეთ ჩვენი ხელით, თვითნაკეთი საჩუქარი გამოგვივიდა. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, ჩავიწერე. კიდევ ერთი ახალი აღმოვაჩინე, ხო? როგორ უნდა შეინარჩუნოთ ტემპერატურა? აუცილებელია ცვილისთვის. ძალიან მარტივად იქნა ახსნილი და არაჩვეულებრივი იყო. თვითონ უშუალოდ ეგ პროცესი. ბევრი რაღაცა პატარა ნიუანსები იყო, რომელიც იყო მნიშვნელოვანი სამთლის შემოსხმაში. მასწავლებელმა ნინომ და თაკომ ბოლომდე აგვიხსნეს, განგვიმარტეს და ყველაფერი გასაგებია და ესეთი ლამაზი დასასრული აქვს ჩვენ გაკვეთილს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელით შევქმენი, სამახსოვროდ დამრჩება. ძალიან ლამაზი და კარგი შუადღე გამოგვივიდა. როცა დავადებთ იმედგას საიდან წავიღებთ, ეცადეთ რომ დადებთ, არ ამოძრავთ მერე. საჩუქრები იყო ორი თემატიკის, ეს იყო დეკორატიული სანთლები, სურნელოვანი სანთლები და ასევე ჰერბარიუმი, რომელსაც ასევე ჩემი ინიციატივით დავუმატეთ. სამოტივაციო ტექსტები, ცნობილი ქალბატონების გამონათქვამები, ქალბატონებისთვის, რომ თუ როდისმე რაღაც სადმე გაჩნდება იმის ოდნავი ნაპერწკალი, რომ რაღაც დავიღალე ან სტიმული დავკარგე, მინდა რომ ზუსტად მაშინ შეხედონ იმ წარწერებს და мотиваცია მიეცე. ყველა ქალბატონს, ვინც ჩვენ კომპანიაში მუშაობს, მიულოცავ გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს. ყველა ქალბატონს მინდა მიულოცო დედების დღე და ქალების დღეც. მინდა ჯანმრთელები იყვნენ, წარმატებულები და ყოველთვის ესეთი გალამაზებული დღე ჰქონდეთ, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავები სულ ყველა. მიულოცავ ყველას 3 მარტს, 8 მარტს იმას, რომ არიან ქალებად დაბადებულები, დიდება უფალს და გილოცავთ ყველას. მინდა მიულოცო ლამაზი გაზაფხულის შემოსვლა ქალბატონებს, რომ თვითონაც ლამაზი გაზაფხულის ყვავილებს რომ გვანან.